მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ ხვიჩა კვარაცხელიასა და პარის სენ-ჟერმენზე, ასევე გიორგი ჩაკვეტაძესა და მის ახალ პოტენციურ გუნდზე და გიორგი მამარდაშვილის ლივერპულთან არსებულ სიტუაციაზე. სანამ დავიწყებთ, აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა დაეხმაროთ არხსგან ვითარებაში. ავიდეთ 500 ლაიქზე. ხვიჩა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ინტერს შეხვდება. მატჩის შემდეგ ფრანგული პრესა ქართველი ფეხბურთელის თამაშს ასე გამოეხმაურა. პარიზელთა რიგებში პირველმა გაიბწყინა, როცა მე-17 წუთზე შორეული დარტყმით ანგარიშის გახსნა სცადა, თუმცა ბურთიძელს მოხვდა. ყველა მომენტში გასაოცარი ინტენსივობით ითამაშა, თავდაუზოგავად შრომობდა, არაერთხელ დაეხმარა გუნდს დაცვის ხაზში და ჩაატარა სოლიდური მატჩი. კვარაცხელიას ტრანსფერი შესაძლოა მალე გახდეს საუკეთესო ზამთრის შენაძენი პარიზელთა ისტორიაში. ხვიჩას ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს. მეტოქის მარჯვენა მცველისთვის ის საფრთხის მუდმივი წყაროა, დაცვაში პროფესიონალია და შესანიშნავი დარტყმა აქვს. პარიზელთათვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ გასაკვირია, როგორ ახერხებდა თამაშს პარი სენ-ჟერმენი მის გარეშე. მატჩის შემდეგ ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ კომენტარი გააკეთა. ანრი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშსაც შეეხო და შეხვედრის მიწურულს ქართველი ფეხბურთელის ქმედებები გამოარჩია. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვისაუბროთ ტაქტიკაზე და პერსონალურად ფეხბურთელებზეც. როდესაც ხედავთ კვარაცხელიას, როგორ დარბის ბურთის გარეშე, ეს უბრალოდ შესანიშნავია. რაც მან შეხვედრის მიწურულს გააკეთა, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. როდესაც გუნდი ორი ბურთის უპირატესობით იგებს, არ ცდილობს რომ ვარსკვლავი იყოს. როდესაც თავისუფალ სივრცეში ბურთი მიიღო, გაიქცა და კუთხურის ალამთან მიიტანა, ამით კი რამდენიმე წუთი გაიყვანა. ეს იმიტომ გააკეთა, რომ იცოდა, სწორედ ეს იყო საჭირო ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასასვლელად. წამყვანმა ბუკმეიკერულმა კომპანიებმა 2025 წლის ოქროს ბურთის განახლებული ფავორიტების სია გამოაქვეყნეს. ხალხური ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა პარის სენ-ჟერმენის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც რეიტინგში 3 პოზიციით წინ წაიწია და ახლა მე-6 ადგილზეა. სიის სათავეში კვლავ უსმან დემბელეა. ლიდსი იუნაიტედმა შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაწინაურების შემდეგ ჩემპიონშიპის 3 ვარსკვლავი დაიმატოს, მათ შორის კი გიორგი ჩაკვეტაძეა. გარდა ამისა, უოტფორდის რამდენიმე გვერდი აქტიურად წერს, რომ მთავარი მწვრთნელის ტომ კლევრლის წასვლის შემდეგ ჩაკვეტაძის წასვლაც გარდაუვალია. ლიდსის გარდა ბრიტანულ მედიაში დასახელდა კიდევ რამდენიმე გუნდი, ერთ-ერთი მათგანი ვულვზია, ასევე ევერტონი და შეფილდ იუნაიტედი, რომელმაც ასევე მოიპოვა პრემიერ ლიგის საგზური. ამ მომენტისთვის გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი 4 მილიონი ფუნტია. გასულ სეზონში ის უოტფორდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მან ყველა ტურნირზე 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდის მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. ერთ-ერთი გამოცემა ქართველი მოთამაშის ანაზღაურებაზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ცნობით, ჩაკვეტაძის ყოველკვირეული ხელფასი 25,000 ფუნტს შეადგენს, რითაც ის კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ხუთეულში შედის. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ამ სეზონში არაჩვეულებრივად გამოიყურება და თავის საგოლე მოქმედებებით არაერთხელ გამოიჩინა. გიორგი ჩაკვეტაძემ ეს სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა. ლა გაზეტა ჯორჯიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩაკვეტაძის შეძენით ლა ლიგის გუნდიც ინტერესდება. ჯერჯერობით უცნობია ზუსტი გუნდის ვინაობა. როგორც ირკვევა, სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლივერპულის რიგები შესაძლოა, გუნდის მეკარე ალისონ ბეკერმა დატოვოს. ერთ-ერთი წყარო იუწყება, რომ ბრაზილიელი ახალ გუნდში მინიმუმ 25 მილიონი ევროს გასამრჯელოს მოითხოვს. მოგეხსენებათ, შემდეგი სეზონიდან ლივერპულის რიგებს გიორგი მამარდაშვილი შეუერთდება და სწორედ ამიტომ ალისონის წასვლა მას გუნდის ძირითად მეკარედ აქცევს. ქართველმა მერსესაიდულ გრანდთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამარდას ხელფასი ახალ გუნდში წლიურად 4 მილიონი ევრო იქნება. აქვე შეგახსენებთ, რომ ლივერპულს გიორგის ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდათ. დღეისთვის სულ ეს იყო. აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა ყურადღებისთვის.